ფოთისა და ხობის ეპარქია პატრიარქის მოლოდინში 10 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ხობის რაიონს ეწვევა, სადაც ახალ საეკლესიო კომპლექსს აკურთხებს. მეორე დღეს პატრიარქი ხობის ისტორიულ მონასტერში გადაინაცვლებს, სადაც პარაკლისს აღავლენს და საპატრიარქო რეზიდენციას დაათვალიერებს. 12 მაისს კი ილია მეორე ფოთის განახლებულ ღვთისმშობლის შენობის სახელობის საკათედრო ტაძარს აკურთხებს, სადაც მასთან ერთად წმინდა სინოდის წევრები, პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მოიყრიან თავს. პატრიარქის ვიზიტი სამეგრელოში 13 მაისს დასრულდება. შევხვდებით ხობის რაიონში პატრიარქის შემოგზავნებას და შემდგომ უკვე მისი უწმინდესობა გაემგზავრა სოფელ 1 მაისში სოხუმის მიმართულებით. ხობიდან პირველი სოფელი არის შემაღლებულ ბორცვზე, ლამაზი კოპწია კომპლექსი აშენებული, მოინახულებს და ათვალიერებს ტაძარს. ამჟამად აქ არის ტაძარში განიცვენებს ხობის კოლხეთის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც სპეციალურად დაიწერა ფოთის ყოფილი გურია სამეგრელოს საკათოლიკო ტაძრისთვის, რომელიც დღეს აღდგა ისე და ველოდება კურთხევას და ეს ხატი უწმიდესთან ერთად აღბრძანდება და დაუბრუნდება ტაძარს, რომელიც მას ამდენი ხანი ელოდება.